მოგესალმებით, ქალბატონებო და ბატონებო, მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბატონ ირაკლი კობახიძეს, მთავრობის წევრებს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, საქართველოს პარლამენტის წევრებს, ბიზნესმენებს და თითოეულ თქვენგანს მოვესალმები. ძალიან მაგარი დღეა დღეს, ძალიან მაგარ ადგილას ვიმყოფებით. ახლა სანამ პირდაპირ ეთერში ჩავერთობოდით, ნოსტალგია ქონდა ამ ადგილთან დაკავშირებით, ქობულეთთან დაკავშირებით და ყველას ალბათ ეს ადგილი ძალიან ბევრ პოზიტიურ ემოციასთან აქვს ასოცირებული. ჩვენ ვიმყოფებით ადგილას, სადაც თავის დროზე იყო საბჭოთა კავშირის დროს იყო ინტურისტი და დღეს იქნება ივიწყებთ მშენებლობას ძალიან მაგარი კომპლექსის Swiss Hotel Beach Resort-ის. Swiss Hotel Beach Resort-ი იქნება ერთ-ერთი საუკეთესო და ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროექტი, რაც კი განხორციელებულა საქართველოში და რეგიონში, ხოლო ქობულეთში ყველაზე დიდი და მასშტაბური პროექტი. Swiss Hotel-ი, როგორც მოგეხსენებათ, არის ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო ბრენდი, რომელსაც წარმომადგენლობა აქვს მთელ მსოფლიოს მასშტაბით, პრემიუმ ბრენდი და Swiss Hotel ქობულეთ Beach Resort-ი იქნება ერთ-ერთი ფლაგმანური Swiss Hotel-ი, ისეთივე იმაზე უფრო მეტად ფლაგმანური და ჩვენ ამას შევესწრებით რომ იყოს, როგორც არის მაგალითად შეიძლება რომელიმე თქვენგანი ნამყოფია და ბევრი თქვენგანი დარწმუნებული ვარ ბოსფორის სრუტეზე ისტანბულში. ამიტომაც ავარჩიეთ სიმართლე გითხრათ ეს ბრენდი რო შავ ზღვასთან და ჩვენ მეზობელ ქვეყანასთან კავშირი აქვს და ძალიან პოზიტიური და ძალიან მაგარი ხედებია იმ Swiss Hotel-დანაც. Swiss Hotel-ში იქნება, ჩვენ Swiss Hotel-ში ქობულეთში იქნება 3000 კვადრატულზე მეტი სპა და ველნესი, იქნება ბავშვთა გასართობი სივრცეები, იქნება ორი შიდა აუზი, 25 მეტრიანი, ორი ღია აუზი, ძალიან დიდი აუზი, ეგრეთ წოდებული Infinity აუზი, რომელთაც მთელი ხედით ისიამოვნებთ. იქნება 6 რესტორანი და ბარი და კაფე და რესტორანი, რომლითაც თავმჯდომარებს მოემსახურება და იქნება ბავშვთა გასართობი სივრცეები, ყველაფერი რაც კი შეიძლება კურორტული დასვენებისთვის იყოს საჭირო და ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და კარგი კურორტი, რაც კი აშენებულა ჩვენს ქვეყანაში და ამ ყველაფერში ჩვენ გეგმავთ და დაგეგმილი გვაქვს რომ 300 მილიონამდე დოლარის ინვესტიცია განხორციელდეს და თვითონ ეს ინვესტიციის მასშტაბიც მეტყველებს რამხელა რა დონის პროექტი უნდა გავაკეთოთ ჩვენ. რა თქმა უნდა ამ ყველაფერს ჩვენ ვერ გავაკეთებდით, რომ არა ჩვენი პარტნიორები Next ჯგუფი, რომელთან ერთადაც ჩვენ დავიწყეთ ამ პროექტის განხორციელებას, რისთვისაც მათ მინდა მადლობა გადაუხადო. ასევე მინდა მადლობა გადაუხადო ჩვენ პარტნიორ ბანკს, TBC ბანკს, რომლის დირექტორის, გენერალური დირექტორი ბატონი გოგა აქ არის და შემდგომში მოგმართავს ფინანსური მხარდაჭერისთვის და მათაც დაიჯერეს, რომ ჩვენთან ერთად ეს პროექტი გაეკეთებიათ და იქიდან გამომდინარე დაიჯერეს, რომ ქვეყანაში არის სუსტად ის მდგომარეობა, რომ ასეთი მასშტაბური პროექტები გააკეთეს. და ეს არის ძალიან სასიხარულო. თქვენ მოგეხსენებათ, რომ ბოლო 4 წელია 9%-ზე მეტი ეკონომიკური ზრდა გვაქვს ჩვენ ქვეყანაში. ძალიან სტაბილურად ვითარდება საქართველო და სწორედ ამან განაპირობა ის, რომ ისეთი ბრენდები, როგორც არის ამ შემთხვევაში Swiss Hotel და როგორც ჩვენ ვართ, ჩვენ გადავწყვიტეთ რომ ამხელა პროექტი გაგვეკეთებინა. სწორედ ამის დამსახურება. ასეთი ქვეყნის ამდაგვარი და ასეთი სწრაფი განვითარების დამსახურება ის, რომ თქვენ იცით რომ 7 მილიარდამდე ინვესტიციით შემოდის იგალ ხილსი იგივე მარი და ძალიან მაგარ პროექტებს აკეთებს თბილისში და აჭარაში. ასევე ჩვენ სულ ცოტა ხნის წინ მოგეხსენებათ დავაანონსეთ ძალიან მასშტაბური და აიკონური პროექტი Trump Tower თბილისის მშენებლობის დაწყება, რომელიც სულ სხვა დონეზე აწევს უძრავი ქონების ბაზარს საქართველოში და რეგიონში ყველაზე ასე ვთქვათ მაგარი პროექტი იქნება, რომელშიც 2 მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიცია უნდა განმახორციელოთ. ასევე 1-2 კვირის წინ ჩვენ საპარტნიორო შეთანხმება დავდეთ BI ჯგუფთან, რომელიც არის ცენტრალური აზიის ყველაზე დიდი დეველოპერული კომპანია და მასთან ერთად კიდევ უფრო ახალ და ძალიან მაგარ პროექტებს დავაანონსებთ მომავალში. ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამთ დამსახურება იმისა, რაც ბოლო წლებში სწორი განვითარება ხდება საქართველოს ეკონომიკური მიმართულებით და იმ ციფრების და იმ ასე ვთქვათ წარმატების, რაც ჩვენ ქვეყანაში ხდება და ძალიან გვიხარია, რომ სწორედ ესეთი პროექტები არის ამის ჯილდო და ასეთ პროექტების განხორციელება. ამისთვის მადლობა მინდა გადაუხადო, რა თქმა უნდა,
ჩვენს ხელისუფლებას და მე დარწმუნებული ვარ და იმედი გვაქვს, რომ კიდევ უფრო ეს ტენდენცია გაგრძელდება და კიდევ უფრო მეტი და საინტერესო პროექტები განხორციელდება. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. ეხლა მინდა მოვიწვიო ამ ეკონომიკური წარმატების ერთ-ერთი მთავარი ასე ვთქვათ ჭყალებში დამნაშავე და უფრო სწორად ვისი დამსახურებაც არის ბატონი ირაკლი კობახიძე საქართველოს პრემიერ-მინისტრი. მივესალმები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს, მივესალმები ეკონომიკის და განვითარების მინისტრს, მივესალმები პარლამენტარებს, მინისტრებს, მივესალმები კომპანია არქის დამფუძნებელს ბატონ ილია აწულაიას, მივესალმები ასევე კომპანია ნექსის დამფუძნებელს ბატონ კახადებაძეს, მივესალმები აკორის ოპერაციების ვიცე-პრეზიდენტს საქართველოში ბატონ არონ ლიბენსონს. მოგესალმებთ ყველას, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს, არქიტექტორებს, პატრიციმულ სტუმრებს. უკვე აღინიშნა, რომ ქობულეთი ჩვენს განსაკუთრებულ მოგონებებთან არის დაკავშირებული და მეც ერთ-ერთი მათგანი ვარ, ვისაც განსაკუთრებული მოგონებები აქვს დაკავშირებული. ამ ქალაქთან შესაბამისად განსაკუთრებით მიხარია ის, რომ ეს პროექტი ხორციელდება სწორედ ქობულეთში. მოხარულია, რომ დღეს საბრძოლოს უყრით ახალ ძალიან მასშტაბურ პროექტს. ქობულეთში, სვის ჰოტელ ქობულეთი ბიჩ რესორტის მშენებლობა დაიწყო. მისი დაწყება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენი საინვესტიციო გარემო არის სტაბილური, პროგნოზირებადი და არის, რა თქმა უნდა, მიმზიდველი ინვესტორებისთვის. ჩვენს ქვეყანაში ზოგადად ტურიზმის ზრდა პირდაპირ აისახება უძრავი ქონების ბაზრის განვითარებაზე. ამ ფონზე ჩვენ ვხედავთ სრულიად ახალ დინამიკას, განვითარების პროცესი სულ უფრო მეტად მოიცავს ზღვისპირა რეგიონებს, რაც არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ბუნებრივია ქვეყნის თანაბარი განვითარებისთვის. დღეს უკვე ჩვენი სანაპირო ზოლი იქცა ახალი შეასრულებების სივრცედ იმ პროექტებისთვის, რომლებიც უმაღლესი კლასის სტუმართმასპინძლობას, დასვენებას და საინვესტიციო ღირებულებას ერთ კონცეფციაში აერთიანებს. სწორედ ამ სტანდარტს პასუხობს ქობულეთის სანაპიროზე დაგეგმილი ეს პროექტი, რომლის ღირებულება არის 300 მილიონი დოლარი. მნიშვნელოვანია, რომ ეს პროექტი ხორციელდება ბათუმიდან სულ რამდენიმე წუთის სავალზე, რაც ქობულეთს რეგიონის უმსხვილეს ტურისტულ ეკოსისტემაში აერთიანებს. მესალმებელია, რომ ამ წამოწყებაში გაერთიანდნენ სფეროს აღიარებული ლიდერები, ბაზრის სამღვანი ქართული კომპანია არქი, საერთაშორისო მასშტაბის ქართული დეველოპერი ნექსტი და მსოფლიო გიგანტი შვეიცარიული ბრენდი სვის ჰოტელი. ამ თანამშრომლობით არწმუნებულია, რომ პროექტი ძალიან დიდი წარმატებით განხორციელდება. პროექტის პარტნიორ კომპანია არქის მიერ ბოლო პერიოდში დამყარებული უმსხვილესი საერთაშორისო თანამშრომლობა, როგორებიცაა პარტნიორობა The Trump Organization-თან თუ საცხოვრებელი ფართების მსოფლიო ლიდერ BI Group-თან, ჩვენი ქვეყნის მიმართ მკაფიო ნდობის მორიგი სიგნალია. საქართველოს მყარად გვიდურდება საერთაშორისო საინვესტიციო რუკაზე, როგორც გამჭვირვალე და უსაფრთხო ეკონომიკური ცენტრი. ჩვენი ხელისუფლებისთვის, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ასეთი პროექტის მხარდაჭერა, რადგან ახალ საინვესტიციო პროექტებს შემოაქვს, რა თქმა უნდა, უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტები, შედეგად თვისებრივად უმჯობესდება რეგიონების ეკონომიკური ლანდშაფტი და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, იქნება ახალი სამუშაო ადგილები ჩვენი მოქალაქეებისთვის. დღეს უკვე აღინიშნა, ბატონმა ილიამ აღნიშნა, რომ ჩვენ გამოვირჩევით მაღალი ეკონომიკური ზრდით ბოლო 5 წლის განმავლობაში. ჩვენს ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა შეადგენდა საშუალო 9.3%-ს და ეს ტენდენცია გრძელდება მიმდინარე წელსაც და რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია ამ ტენდენციის შენარჩუნება, მაღალი ზრდის ეკონომიკური ზრდის ტემპის შენარჩუნება და ბუნებრივია ასეთი პროექტები მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ეკონომიკის შემდგომ განვითარებას, ჩვენს ქვეყანაში ტურიზმის სექტორის შემდგომ განვითარებას. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ხელისუფლება მაქსიმალურად დაუჭერს მხარს ასეთ პროექტებს, ბიზნეს სექტორს ასეთი პროექტების განხორციელებაში. მინდა მიულოცო პროექტის ავტორებს და პარტნიორებს ამ მნიშვნელოვანი პროექტის დაწყება და მინდა ძალიან მასშტაბური ჩანაფიქრის წარმატებით რეალიზება გესურვებთ. დიდი მადლობა. სცენაზე ვიწვევთ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ქალბატონ მარიამ ქრივიშვილს.
მოგესალმებით, მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრს, მივესალმები აჭარის ავტონომიური მთავრობის თავმჯდომარეს, მივესალმები პარლამენტის წევრებს, რა თქმა უნდა, საქართველოს მთავრობის წევრებს, მივესალმები არქი ჯგუფის, ისევე როგორც Next ჯგუფის პარტნიორებს, ისევე როგორც გუნდის წევრებს და მოგესალმები თითოეულ თქვენგანს ძვირფასო სტუმრებო. მოხარული ვარ, რომ დღეს ერთად ვესწრებით ასეთი მნიშვნელოვანი და მსხვილი პროექტის პრეზენტაციას, რომლის ფარგლებშიც იწყება ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის განვითარება ქობულეთში. პროექტი, რომელიც თავის მხრივ ნათლად წარმოაჩენს თუ რამდენად დინამიური მზარდია ჩვენ ქვეყანაში ტურიზმის სექტორი, ისევე როგორც რამდენად ჯანსაღია საინვესტიციო გარემო. ტურიზმის სექტორი აღინიშნა უკვე, რომ განსაკუთრებული როლით გამოირჩევა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაში და დღევანდელი დღის მონაცემებით ტურიზმის სექტორს 9.5% წელი უკავია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაში. მნიშვნელოვანია ის, რომ საქართველოს მთავრობა განაგრძობს აღნიშნული სექტორის განვითარებას და ამის შედეგები წლიდან წლამდე თვალსაჩინოა. თვალსაჩინოა ისიც, რომ ტურიზმის სექტორს აქვს ყოველწლიურად რეკორდული მაჩვენებლები, რაც როგორც მოგეხსენებათ, საკმაოდ რთულად მისაღწევია გათვალისწინებით იმისა, რომ გამორჩეულად კონკურენტუნარიანი სექტორია და ჩვენ მოხარულები ვართ, რომ გასული წელი იყო ასევე განსაკუთრებული წარმატების მქონე წელი, როდესაც ჩვენ ქვეყანაში ტურიზმის სექტორმა მიაღწია რეკორდულ მაჩვენებლებს პირველ რიგში შემოსავლების თვალსაზრისით. ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა შეადგინა 4.7 მილიარდი ამერიკული დოლარი და ასევე განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ჩვენ შევძელით და ჩვენ ქვეყანაში ვუმასპინძლეთ 7.8 მილიონ საერთაშორისო მოგზაურზე მეც. მნიშვნელოვანია ის, რომ საქართველოს მთავრობა, ჩვენი ხელისუფლება განაგრძობს ხელშეწყობას სტუმართ მასპინძლობის სექტორში ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით და თუ კი ჩვენ შევხედავთ გასული წლების სტატისტიკას, ვნახავთ, რომ 2015 წლიდან დღემდე საქართველოს მთავრობამ მის ხელთ არსებული სხვადასხვა ინსტრუმენტების მეშვეობით ხელი შეუწყო დაახლოებით $1.4 მილიარდზე მეტის ინვესტიციას სტუმართ მასპინძლობის სექტორში, რის ფარგლებში შეიქმნა დაახლოებით 400-ზე მეტი განთავსების ობიექტი და ხელი შეუწყეთ კერძო სექტორთან ერთად 8500-ზე მეტ ახალი სამუშაო ადგილის შექმნას. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ასევე განვაგრძობთ ტურისტული პროდუქტების განვითარებას, ასევე განვაგრძობთ ინფრასტრუქტურის, ისევე როგორც საავიაციო ინფრასტრუქტურის განვითარებას და მე მინდა გამოვყო მათ შორის მნიშვნელობა ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის და უახლოეს მომავალში ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, რომ საზოგადოებას მისი შემდგომი გაფართოების გეგმაც გავაცნოთ. რა თქმა უნდა, დღევანდელი დღე სიმბოლურია და ასევე მნიშვნელოვანია, რადგან ნათლად წარმოაჩენს, რომ ჩვენ ქვეყანაში შექმნილი განჭრეტადი საიმედო და ინვესტორებისთვის მეგობრული გარემო სტიმულს აძლევს ინვესტორებს ასეთი მსხვილი ინვესტიცია განახორციელონ ჩვენ ქვეყანაში. $300 მილიონი ინვესტიცია. ეს არის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება ზოგადად აჭარის რეგიონისთვის, განსაკუთრებით მისასალმებელია, რომ ეს იქნება მულტიფუნქციური კომპლექსი, განთავსების ობიექტები, ისევე როგორც საცხოვრებელი სივრცეები და რა თქმა უნდა, ასეთი მნიშვნელოვანი და მაღალი კლასის ბრენდის შემოსვლა თავის მხრივ ხელშეუწყობს აჭარის ტურისტული პოტენციალის და ტურისტული სერვისების გაუმჯობესებას, ისევე როგორც მომსახურების ხარისხის ზრდას. მნიშვნელოვანია პროექტის ფარგლებში ადგილობრივების დასაქმდებიან და მათ შორის მშენებლობის პერიოდში, ისევე როგორც ოპერირების პერიოდში 500-ზე მეტი ადამიანი იქნება დასაქმებული. მე მინდა რომ განსაკუთრებით გამოვყო ამ პროექტის მნიშვნელობა, რადგან შეიძლება ითქვას, რომ პირდაპირ პროპორციულად თანხვედრაშია იმ პოლიტიკასთან, რომელსაც ატარებს ჩვენი ქვეყნის ხელისუფლება, რაც გულისხმობს მეტად მხარჯველ უნარიანი ტურისტების მოზიდვას იმისთვის, რომ მეტი დოვლათი შეიქმნას ტურიზმიდან ჩვენ ქვეყანაში. მე მინდა გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადო ამ იდეის ავტორებს, კომპანია Next კომპანია ARX-მის დამფუძნებლებს და კიდევ ერთხელ კეთილი იყოს ბრენდის სვისოტელის შემობრძანება ჩვენ ქვეყანაში. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ინიციატივა იქნება უმნიშვნელოვანესი და ძალიან დადებითი შედეგების მომტანი ზოგადად ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის, ტურიზმისთვის და განსაკუთრებით აჭარის რეგიონისთვის, რადგან ეს კიდევ ერთხელ თანხვედრაშია ჩვენ მთავარ ამოცანასთან, რომ ერთობლივი ძალისხმევით უზრუნველყოთ აჭარის ტურისტული პროდუქტი გახდეს 4 სეზონიანი ტურისტული მიმართულება. მე გისურვებ ძალიან დიდ წარმატებას და კიდევ ერთხელ დიდ მადლობას მოგახსენებ ამ ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივის დაწყებისთვის. მადლობა. სცენაზე ვიწევთ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს ბატონ ზურაბ პატარაძეს.
მოგესალმებით, ძვირფასო მეგობრებო, მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბატონ ირაკლი კობახიძეს, მივესალმები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ბატონ მარიამ მკვლევიშვილს, მივესალმები მინისტრთა კაბინეტს, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებს, თვითმმართველობას, მივესალმები სხვილი ინვესტიციით შემოსულ დიდ კომპანიების დამფუძნებლებს, არქი ჯგუფს და Next ჯგუფს, მინდა ვისარგებლო შემთხვევით და დავიწყო მადლობით და ნამდვილად მოხარულები ვართ, რომ დღეს აჭარა არის შესაძლებლობების რეგიონი. და ზუსტად სწორი პრაგმატული პოლიტიკით ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხელისუფლების, ბიზნესი და სახელმწიფო ერთობრივად გამ ძალიან მნიშვნელოვან ნაბიჯებს. და ზუსტად დღეს ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა ვიზეიმოთ, აღვნიშნოთ, დავიწყოთ ძალიან დიდი მნიშვნელოვანი მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა ქალაქ ქობულეთში და ზუსტად როცა ჩვენ საუბრობთ ინვესტიციებზე, დივერსიფიცირება არის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი და სწორედ აქ ამ ულამაზეს მუნიციპალიტეტში ქობულეთში ჩვენ ხედავთ, რათა ეს პროექტი რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი რეგიონისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის. 300 მილიონი დღეს გაჟღერდა ციფრი. რა თქმა უნდა, მეტი დასაქმებული ადამიანი, მეტი წარმატება რეგიონს, მეტი წარმატება ქობულეთს. ნამდვილად დღეს ბატონმა პრემიერმა აღნიშნა ქობულეთის როლი, ჩართულობა ისტორიულად ქობულეთი იყო ტურისტული ლოკაცია და როგორც 6-ვე მუნიციპალიტეტში, მათ შორის რა თქმა უნდა ქობულეთში გრძელდება საინვესტიციო მიმართულებით მუშაობა. მოხარულები ვართ, რომ ბოლო პერიოდში განსაკუთრებით ბევრი კომპანიები მოგმართავს საინვესტიციო წინადადებებით და ჩვენ მზადა ვართ ვიმუშაოთ, რათა მეტი წარმატება იყოს ჩვენი რეგიონისთვის. ტურიზმის განვითარება ეს არის ჩვენთვის ერთ-ერთი უმთავრესი. დღეს ქალბატონმა მარიამ აღნიშნა, რათა ჩართულობა 4-ვე სეზონზე არის ძალიან მნიშვნელოვანი და ჩვენ ვაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას და ერთად მივაღწევთ ძალიან ბევრ წარმატებას. კიდევ და კიდევ ერთხელ მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო დღეს კომპანიების წარმომადგენლებს, მასევე მივესალმო პარტნიორებს, უცხოელებს, ვინც დღეს ჩვენთან ერთად არის. აჭარა ყოველთვის მზად არის ინვესტიციებისთვის, მზად არის სტუმართ მასპინძლობისათვის და მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებისათვის. დიდი მადლობა. სიტყვა ეძლევა დეველოპერული კომპანია Next-ის დამფუძნებელს ბატონ კახა დევაძეს. მოგესალმებით, მივესალმები პრემიერ-მინისტრს, მივესალმები ეკონომიკის მინისტრს, აჭარის მთავრობის მეთაურს, მივესალმები დამწრეს საზოგადოებას. ძალიან მიხარია ამ მასშტაბური პროექტზე მეწევს ლაპარაკი. მჯერა რომ ქობულეთის განვითარების ახალი ეტაპი დაიწყება ამ პროექტით. ჩვენ არქისთან ერთად მოვიზიდავთ ძალიან ბევრ ტურისტს, მაღალგადამხდელიანურიან ტურისტებს. და ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო, ვინც ამ პროექტის განხორციელების იდეაში მხარი დაგვიჭირა. დიდი მადლობა მობრძანებისთვის, მხარდაჭერისთვის და დაფასებისთვის. დიდი მადლობა.